შვეიცარიაში დაიბადე, გაიზარდე და მე ისეთ ქვეყანაში გადმოდიხარ, როგორიც იყო 2000-იანი წლების საქართველო. პირველი რაც ვნახე, იყო ნავთლუხის ბაზრობა. საქართველოში რო ჩამოვედი, აი ეს გქონდა ეს. იმიტომ რომ ეხა ნავთლუხის ბაზარს რო დაინახავ პირველი. დილით რო ვდგებოდით, რომ ვიკითხულობდით, აი დღეს რომელია, ან დენი, ან ცხალი, ან გაზი, მაგრამ ორი ერთად არა და სამი საერთოდ. გრაფიკით რო გაგიჟუგი და შენ რო ჟენევაში ცხოვრობ ხო? რა გიზიდავთ ქართველებში? ალბათ ხალხი მივატოვე ეს სადოქტორო და ჩამოვედი. ესე არ გაგიჭირდათ? ჩვენ მაინც ძალიან პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, ძალიან. აქ იმდენი არის ასაწყობი ჯერ, რომ აი რამდენიც კიდე მაგან მოგხიბლას ხო? ქართველები გენეტიკურად ხო არ განსხვავდებიან დანარჩენ ევროპელებისგან, ხო? სულ ვამბობ შვეიცარიას გავსო საქართველო. გავს, უბრალოდ ის ახალი მთები აქ არის ჩრდილოეთში, ჩვენთან არის, ანუ შვეიცარიაში არის სამხრეთში. ხშირად მესმის, შვეიცარია მდიდარი ქვეყანა არის, ახლა მე რო ვიხო შვეიცარელი. ანუ ამას უნდა შრომა და ის შვეიცარლები დილიდან საღამომდე შრომობენ ამისთვის. თუ გინდა რომ რაღაცა გააკეთო, უნდა გააკეთო. ხო, მაგრამ ეთქობა რაღაცა ქენით, თორე ეს რუსეთი ისე ხო არ ორივე მხრიდან ხო, რა გზევიდანაც და ქვევიდანაც პრობლემა გვაქვს. სუპერმარკეტში შედიხარ, აი რუსული პროდუქცია არის. არა, არჩევანიც არ არის ხანდახან. ყველაფერში ფერხდება ეს ქვეყანა ამ რუსეთის გამო. ოკუპირებული არის 20% ჩვენი ტერიტორიის, მაგრამ ოკუპირებული არის ლამის 100% ჩვენი ტვინების. საღამომშვიდობის, მოგესალმებით, ეს არა მარტო პოდკასტია, დღეს ოთხშაბათია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ ახალი ეპიზოდის გამო შევიკრიბეთ და რადგან ჩვენ როგორც ყოველთვის მიგრაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენი დღევანდელი სტუმრის ისტორიაც არ იქნება სხვაგვარი, თუმცა მაინც ძალიან განსხვავებული და სხვაგვარი და რატომ? ჩვენი სტუმარი არც არსად წასულა, არც გაქცეულა პირიქით. ძალიან ბევრი წლის წინ ჩამოვიდა, გადმოვიდა, დარჩა, აქ შექმნა ოჯახი, აქ საქმიანობს და აქ არის 4 შვილის დედა. მე მინდა წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ, ან თუ უკვე იცნობთ ბევრიც. ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი, პოლიტოლოგი, პედაგოგი, ბიომეურნეობის დამფუძნებელიც ერთად და ასე შემდეგ. მინდა რომ უფრო ახლოს თვითონ წარმოგიდგინოს თავი საღამომშვიდობისა, მოგესალმებით და მადლობა რომ ჩვენთან მოხვედით. მადლობა პირიქით. მე მაინც მგონია რომ ჩემი შესავალი რაც გავაკეთე, მინდა მაინც რომ შვილებით დავიწყო. 4 შვილი გყავთ და სულ მაინტერესებს ასე დროს, როცა შვეიცარიაში დაიბადე, გაიზარდე და მე ისეთ ქვეყანაში გადმოდიხარ, როგორიც იყო 2000-იანი წლების საქართველო. აი დღეს ამდენი წლის მერე რას გეუბნებიან თქვენი შვილები? აქ რატო გაგვაჩინეო? აი როგორ უყურებენ თქვენ ამ გადაწყვეტილებას, ხო? გადაწყვეტილებას პრინციპში, რაც არ არის ადვილი. პირველად ალბათ გადაწყვეტილება უნდა მიიღო და მერე ეხლა ჩემი შვილები ის გადმოსახედიდან ეს გადაწყვეტილება არსად არ ფიგურირებს, იმიტომ რომ მათთვის უფრო ეს ჩვეულებრივი ამბავი არის. ესენი იქ დაიბადნენ, მაგრამ აქ გაიზარდნენ და იყო ესეთი მომენტი, პატარები იყვნენ და გაიგეს ეს სიტყვა ემიგრანტი, მიგრაცია და მეკითხებოდნენ, რა არის ეს და აუხსნი ახლა როცა გადადიან სხვა ქვეყანაში და იქ საცხოვრებლად. შენ ემიგრანტი ხარ? მე ვუთხრე, არა, მე ხო არა ვარ. არ გზნობთ დამაფიქრდა ახლა მე იმიტომ რომ მე აქ ჩამოვედი სრულიად არანაირი წნეხის გარეშე, ხო? ანუ ეს წნეხი განაპირობებს ყოველთვის ემიგრანტთან ასოცირებას. არ ვიცი, ეხლა დღესდღეობით ამ ქვეყნიდან ვინც მიდის, ალბათ ვინც ასე თქვათ, მიგრაციით მიდის, მე მგონი ეს იძულებითი მომენტი არის, იყოს ეს ეკონომიკური ან რაღაც ტიპის იძულება. ეს იყო თქვენი არჩევანი, როგორც გამოდის და თან მე მაინც მგონია, რომ თან თქვენ ორმაგი მოქალაქეობა გაქვთ, ორი ქვეყნის მოქალაქე ხართ. ეს თან უკვე ნიშნავს, რომ ლეგალურად ხართ, რაც ემიგრაცია თან ცოტა არალეგალობასთანაც არის ხოლმე, ხო? დასაწყისში, ხო, კავშირში. ხშირად.
და ანუ ეს განაპირობა რა იმემ თუ თქვენი, ну რა თქმა უნდა, ალბათ ბუნებრივი მოცემულობა იყო, ხო? აი როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება? ეს საქართველოს მოქალაქე გამხდარიყავით. დიახ. ეს რახან იყო მაშინ ეს ამის შესაძლებლობა რომ ორმაგი მოქალაქეობა მიმეყო. შვილებიც ესე გავსარდეთ. აი ყოველთვის ორივე ქვეყანა არის, ანუ ორივე ქვეყნის დღესასწაულებს აუხნიშნავთ, ორივე ქვეყნის ენას ასწავლით და ასე შემდეგ და ესეც იყოს ის მოქალაქეობა, ის იმის ემოციური ნაწილი და არის კიდე იურიდიული ნაწილი, რა თქმა უნდა, რომ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე, სადაც ცხოვრობ, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სრულფასოვანი მე აქ წევრი რომ ვიყო საზოგადოების. სრულფასოვნად შემიძლია ვიყო სრულფასოვნად ჩართული, მივიღო მონაწილეობა ყველაფერში. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც, ხო? მათ შორის. დიახ და ეს რა თქმა უნდა პასუხისგებლობაც მოყვება ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ამას სიამოვნებით ვატარები. იყო ესეთი მომენტი, თავიდან რო ჩამოვედი, მე ხო აზერბაიჯანიდან შემოვედი პირველად საქართველოში, ანუ პირველად ფიზიკურად, რო შემოვედი, პირველი რაც ვნახე, იყო ნავთლუხის პასრობა. და ნუ აზერბაიჯანში უფრო მეტად დამჭირდა იქ კულტურული რაღაცები მაკლდა ეს რეფერენსის რასაც ეძახიან და საქართველოში რო ჩამოვედი აი ეს გქონდა ეს შეგრძნება რა რომ შემოვედი სახლში მოვედი დავბრუნდი სახლში იმიტომ უცბად აი ეს ყველაფერი იყო ნაცნობი რა როგორ ანუ რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა იყო სხვანაირი მაგრამ აი ეს კულტურული შოკი რაღაცა ის შოკი არ იყო და მაშინ მითხრეს ჩვენ მეგობრებმა რომ შენ ცოტა ვერა ხარ რომ მე უთხარი აი აქ რა კარგია და აქ შემიძლია ვიცხოვრო და შენ არ იცი რა ხდება აქ შენ არ იცი შენ გიჟი ხარ კი აკაურებმა მითხრეს რომ მაგრამ ნუ მაინც ესე მოხდა ეგ რომელი წელი იყო ბარბარა ეს იყო 2000 წელი ზუსტად აგვისტოში აი სახლად რომ გაგრძნობინათ თავი ეგ რა იყო ალბათ ადამიანები გარემო იმიტომ რომ ეხა ნავთლუხის ბაზარს რო დაინახავ პირველი არა მე კი მოხდი ცენტრშიც მოხდი რა თქმა უნდა და ძალიან კარგად ნუ მაშინ სტუმარი ვიყავი და ეხა როგორ საქართველოში სტუმარი რო ხარ ეს არის აი დიდებული რამე ანუ ამას გრძნობთ პირდაპირ ხო ეს მითი არ არის თქვენ სტუმრები აი თუ შეიძლება ეს პოზიციაც სტუმრის პოზიციიდან ნამდვილია ხო ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა კი, ნუ მაშინ ჩვენ ხელისკულზე გვატარებდნენ მე და ჩემი და კიდე ერთი გოგო სამნი ვიყავით და მაგრამ არ ვითხოვდი ეს იყო ანუ ის რომ რამე კარგი გვაჭამეს ანა აი უფრო მეტად რა ბუნდოვანი უფრო ემოციური მე არ ვიცი შეიძლება კლიმატი იყო მაშინ ცხელოდა აი დღემდე ვერ დავატებ რა იყო ზუსტად, მაგრამ აი რაღაცა განწყობა შემექნა პირველივე დღიდან. ეხლანდელ თბილისს და საქართველოს და მაშინდელს შორის, აი შეგიძლიათ რომ გადახედოთ, როგორია, რა შეიცვალა. კარგისკენ. ძალიან ბევრი შეიცვალა ეს მაშინ იყო, ნუ 90-იანი წლები აღარ იყო, მაგრამ ბოლო მაინც ისე ჩემ თავს თვლი ბედნიერი რომ მე ის მაინც ბოლო მომენტები იმ პერიოდის განვიცადე საერთოდ პირველად რომ შემოვედით ეს იყო ის პერიოდის ყველგან იყო დიდი პლაკატი Peter Shaw რო იყო მოტაცებული და ვკითხულობდით ეს ვინ არის აი გვეგონა ან პოლიტიკოსი ან ვიღაცა და ანუ პასუხს არ გვცემდი გვიმალავდნენ მე მაინც გავიკეთ ნუ ეს ახლა ან შევარდნაძის კი 2000 წელს შევარდნაძის ბოლო დრო იყო ბოლო წლები და მე ძალიან კარგად მახსოვს დილით რო ვდგებოდით
რომ ვიკითხულობდით, აი დღეს რომელია, ან დენი, ან ცხალი, ან გაზი, მაგრამ ანუ ორი გრაფიკის ერთად იმას არა და წაიღებს. სამი საერთოდ. კი, და ანუ ის გზები აეროპორტიდან რომ აი ესე ნელ-ნელა რომ მოვიდოდით, აი ეს ინფრასტრუქტურული ნაწილი ძალიან შეიცვალა, რა თქმა უნდა. თუმცა თქვენთვის აღმოჩნდა რომ მაინც რაღაცნაირად ეგზოტიკური იყო, ხო? ანუ რა თქმა უნდა. განსაკუთრებით ახ შვეიცარიის მოქალაქე ამ ბნელ 2000-იანების თბილისში, სადაც დაგხვდნენ კეთილი ადამიანები ვეჭვობ, იმიტომ რომ ამას მაინც ადამიანები გაგრძნობინებენ ალბათ გრაფიკით რო გაგშუქი და შენ რო ჟენევაში ცხოვრობ. და რა არის ეს უნიკალური, რაც ესე რა გიზიდავთ ქართველებში? დღეს ალბათ ხალხი. ნუ ბუნებაც ულამაზესია, კულტურული მემკვიდრეობაც, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის იყო ადამიანები. ადამიანებთან კომუნიკაცია ძალიან ადვილი არის ქართველებთან კომუნიკაციის დამყარება. პატარა ნელ-ნელა მე ვისწავლე ქართული და 1-2 სიტყვა იმ ხელა იმდენი კარი გარს მიხსნიდა ხოლმე. გვიხარია ქართველებს. კი, ძალიან და ქართულს. 1-2 სიტყვა და ეს იყო უკვე ეს. უკვე ჩვენიანი. მაგრამ ის რთულია ხო ქართული ენა სასწავლებლად? არც ისე კარგი არის რომ ზუსტად ფონეტიკური არის და ზუსტად ისე იწერება როგორც იკითხება და ნუ ეხა მართო თუ მოგიწევს სწავლა ეს ხელს გიწყობს და ეს ემოციური გადაწყვეტილება გასაგებია, მაგრამ მიზეზი რა საქმიანობაც გადაწყვიტეთ, რომ აქ უნდა გაგეგრძელებინათ. აი საბოლოო გადაწყვეტილება დარჩენის ხო მარტო ემოციურად არ მიიღწევა, რაღაცები დაემთხვა ალბათ, ხო ერთმანეთს. რა თქმა უნდა, თავიდან, ანუ 2000 წლიდან აქ არ ცხოვრობ 2007 წლიდან. თავიდან მე და ჩემი უხლე ცხოვრობდით ჟენევაში და კარგად ვიყავით, ანუ არანაირი ის არ იყო სირთულე, უბრალოდ მისთვის იყო მეტად რთული, იმიტომ რომ მას აკლდა აქ სოციალური ქსელი, ანუ მეგობრები, ოჯახის წევრები და ანუ ცოტა უფრო მეტად ემიგრანტად უფრო გრძნობდა თავს. კი. ქართველებს უჭირთ ემიგრაცია. კი. განსაკუთრებულად მე მგონი კაცებს უფრო უჭირს ჩემი გადმოსახედიდან უჭირთ და მე პატარა ტურისტული სააგენტო შევქმნით აქ ოჯახის ანუ პატარა კომპანია და რახან მე მომეწონა ქვეყანა მე ჩემ მეგობრებიც ჩამოვიყვანე ოჯახის წევრები და გვინდოდა მათთვის გვეჩვენებინა რა ლამაზი რა კარგი ქვეყანა არის და ამ მიზნით მე ჩამოვედი იქ მივატოვე ეს სადოქტორო და ჩამოვედი ამისთვის და იმის მერე აქ ვარ ეს იყო 2007 წელს და საქმიანობის გაგრძელებაც ანუ გააგრძელეთ ტურიზმით ცოტა ხანი ტურიზმით და მე უკვე 2010 წლიდან პირველი სკოლა ერთ-ერთი სკოლის დამფუძნებელი ვიყავი სკოლა ლოგოსის და მე მეორე სკოლის და ასე შემდეგ. საგანმანათლებლო საქმიანობაში სადაც დღემდე მივუბრუნდი ჩემ თავდაპირველანდელ პროფესიას. ბავშვები პატარები იყვნენ ამ დროს, როდესაც წამოხვედით? უფროსი შვილი 2009-ში დაიბადა. ანუ როცა აქ ვიყავით და სკოლას დაარსება და მისი პირველი ნაბიჯები ერთდროულად მოხდა ზუსტად მახსოვს ხო. რატო გაჩნდა საჭიროება აი საგანმანათლებლო სფეროში გეძებნათ თავი? თან აი შვილიც გაჩნდა, ხო? დაინახეთ აქ რაიმე პრობლემები, თუნდაც განათლების სისტემაში, თუნდაც ის, რომ ახალ შემდგარი დემოკრატიული ქვეყანა ვიყავით მაინც, ხო, სადაც საბჭოთა სისტემაც ალბათ რაღაც ეს თუ ჩანდა თქვენი დასავლური ცხოვრებიდან გამომდინარე, ანუ იყო ეს განსხვავებები, იმიტომ რომ აი კერძო სკოლა, რომელიც უკვე ცოტა სხვანაირი იყო და დღეს უკვე ძალიან ბევრია, მაგრამ 2000-იანებში ცოტა იყო კერძო სკოლები, ან მაშინ იწყებოდა ცოტა სხვა სწავლების სხვა მეთოდი. აი თქვენ რა წვლილი გაქვთ ამაში და რატო მოგინდათ რომ ანუ იფიქრეთ თუ არა რომ აი თქვენი ევროპული გამოცდილება გაგეზიარებინათ ქართველი პედაგოგებისთვის თუნდაც, ხო? ან
შვილის თაობისთვის ან იმ პატარა ქართველი ბავშვებისთვის, ვინც უკვე მომავლის თაობა იყო. კი, თუმცა ეს სურვილი მე უფრო ადრე მქონდა და ის იყო ამ სკაუტებით, ანუ სკაუტურ მოძრაობით ჩამოვედი პირველად 200 წელს და იქ უკვე გითხებოდნენ, აბა რამდენი წელი ხარ სკაუთი და ჩვენ რო ვეუბნებოდით ისა 20 წელი, 15 და 20 წელი და სულ ის იყო, აბა როგორ არის კარგი სკაუტობა და არ გვინდოდა უბრალოდ გვესაუბრა ამაზე და მოდი გავაკეთოთ პროექტი და ჩამოვიყვანეთ შვეიცარიაში ქართველი სკაუტები, აქ ჩამოვიდოდით და ტრეინინგები გავაკეთეთ ლიდერებისთვის და ეს იყო არაფორმალური განათლება, ჯერ პირველი ნაბიჯი ეს იყო. და ამ ახალგაზრდებთან ერთად ბევრს საუბრობდით ყოველთვის მათი ცხოვრებიდან, ცხოვრებაზე, მათ პერსპექტივაზე და სკოლაზეც და მერე უკვე 2000 წელს უფრო ეხა დღევანდელი გადმოსახედიდან ვიტყვი ვეღარ ვამბობ, რომ ეს მოხდა შემთხვევით, მაგრამ მაშინ მეგონა შემთხვევით მეგობრები აპირებდნენ სკოლის დაარსება და მკითხეს და შენ ხო პედაგოგი ხარ და ხო არ გინდა რომ შემოგვიერთდი. კი ბატონო ესე და აი ესე ანუ ის არის ხო წინასწარ მიზანი ძალიან ესეთი მიზანი. არც ბავშვები მაშინ არც მყავდა, ანუ რომ ბავშვებისთვის რო გამაკეთებინა, თუმცა ეხლა რა თქმა უნდა ვარ ბედნიერი რომ ამათ აქვთ შესაძლებლობა რომ ლაღად და ბედნიერად იანონ სკოლაში. და ეხლა უკვე თქვენ დააფუძნეთ, ხო, ვალდორფი ლისე და კიდევ როგორც ნახე პედაგოგიკის კამპუსი გაქვთ. ანუ ეგ ნიშნავს, რომ მე პედაგოგების აღზრდაზე კი არა და გადამზადებაზეც მუშაობთ და აი რა არის ეგ ალტერნატიული სწავლება ვალდორფის რა რაღაცა თქვენი დიდი წვლილია ამ სკოლის ტრადიციების დანერგვაში საქართველოში და აი ცოტა მეტი რო გითხრათ სკოლის და ამ კამპუსის შესახებ. ეხლა რთული არის ცოტა ანუ ორ წუთში რომ ყველაფერი ჩაატიოთ, მაგრამ დიდი თემა არის, თუმცა ჩვენ რამდენიმე პრინციპი შემიძლია თქვა, ანუ ძალიან დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ იმაზე, რომ ბავშვი მიიღოს განათლება იმის ასაკობრივი განვითარების მიხედვით. შესაბამისად, დიახ, რომ ყველა ასაკის იყოს ეს გონებრივი განვითარება, ემოციური განვითარება, თუ ნებელობაში, ნების განვითარებაში, ეს იყოს იმ ზომის, რაც იმ ასაკის ბავშვს შეუძლია ატაროს. ან დავუშვათ პასუხისმგებლობა, რომ ყველა ასაკის ბავშვს შეუძლია პატარა-პატარა და ყოველ წელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, იყოს ჯერ მისი ნივთებისთვის, მერე მისი კლასისთვის, მერე მისი და ნელ-ნელა მერე გაიზარდოს როგორც მოქმედი მოქალაქე, თავისუფალი და მოაზროვნე მოქალაქე გვეხნის და ასევე ჩვენ ვამბობთ, რომ განათლება უნდა მიიღოს, ანუ გახსდა და განათლება უნდა დაიფუძნოს ნდობაზე. ეს პატარა ადამიანი, რომელიც მოდის ამ ქვეყანაში, ხო, უნდა აღმოაჩინოს, რომ რაღაცა არსებობს, რაც იმსახურებს მისი ნდობა იყოს ეს სამყაროს მიმართ, ან მისი ირგვლივ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ ეს ნდობა არის ზუსტად ეს საფუძველი საიდანაც მერე მოგვიანებით შეუძლია იყოს ღიად, ანუ ღიად გავიდეს საზოგადოებაში, სამყაროში და იქ გახდეს ქმედითი მოქალაქე კვლავ და ეხლა თუ ვუყურებთ ის მეტად ის კომუნისტური მეთოდები იქ წინა პლანზე ყოველთვის არის ინტელექტუალური ფაქტორი, ანუ ბევრი უნდა იმეცადინო უნდა იმეცად თავი და ტვინი არა ყველა საგანს ეხება ინტელექტუალური ანუ თავი არის ისა და მერე როცა ხშირად ეხა
შემხდნენ ესეთი ადამიანები, მეუბნებიან, რომ ამას რა უნდა და რომ ვეუბნები, აბა გააკეთე და მე ელემენტარული რაღაცის კეთება ხელი, პრაქტიკაში მოტორიკა აღარ მე არის. აღარ ძალიან რთული აღმოჩნდება ხოლმე და ჩვენ ვამბობთ ადამიანი არის სამი ნაწილისგან შედგება, არა მხოლოდ თავი უნდა აუხსარდოთ, არამედ ემოციურიც განვითარებას ხელი უნდა შეუწყოთ და მე ქმედებაში პრაქტიკაზე ორიენტირებული, რომ ის იყოს მართლა და არა მარტო царსული ისწავლოს, რაც იყო უკვე. არამედ იყოს მზად მერე მომავალის შექმნაში თავისი ცვლილი შეიტანოს. ეხლა ჩვენ ხო არის ეხლა ცნობილი ესეთი მიღებული აზრი, რომ აი ეს მასწავლებელი ვარო და ყველაფერი მე ვიცი და ყველაფერი აი ხა ბავშვებს ვასწავლე, ხო? მაგრამ ეს გვავიწყდება ხოლმე, რომ ისინი ჩვენს წინ არიან, ანუ ესენი ჩვენ რო წავალთ აქედან, ესენი ქმნიან მერე მომავალს და ჩვენ რომ მარტო ის ვასწავლოთ, რასაც ჩვენ ვიცით, შევსხუდავთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ის აღმოაჩინონ, რაც არის მათში, იმისათვის რომ ისინი მერე მომავალს შექმნან და ისე მიყვარს ვალდორფის მეთოდები, ჩემი მეგობრის შვილები, აი მაგალითად გეოგრაფიას როგორ სწავლობენ ისი თავისი სახლიდან, აი ჭიშკართან დგახარ და ესე იზრდება. ანუ პატარა ასაკში ჯერ შენი სახლიდან იწყება გეოგრაფიას სწავლობენას. და მე ანუ ის კი არა რომ ჩემი ძველი სკოლის მეთოდით მე როგორ სწავლობდი რომ აი პირდაპირ ის უნდა მოვძებნო ამერიკასა და რუკაზე აი როგორ სამყაროს როგორ ხედავ რა ანუ აი ჯერ არის ჩემი სახლი მე ესე ფართოდ იმიტომ რომ იმისთვის ეს ბუნებრივია ხო ანუ თავის სახლიდან იზრდება ეს გეოგრაფია მე ქვეყნის შვილი ხარ მე სამყაროს ნაწილი ხარ და ანუ აი გონია რომ ბევრად ბუნებრივად ხედავ და აღიქვამ და მიწოდების ფორმაც. კი. მის არ გაგიჭირდათ ჩვენ მაინც ძალიან პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ ძალიან. ეხლაც რომ კარგად გვაქვს რაღაცები და აი მეთოდის დანერგვა იყო იოლი. თუ არ იყო იოლი. ის კადრი რომელიც ჩვენამდე მოდის ის როგორც წესი უკვე ისე იმდენად გაცნობიერებული აქვს. ძალიან ცოტა ადამიანები არიან რომლებიც მოდიან და მე ერთ-ორ კურსის მერე რომ მიდიან ამბობენ რომ ეს ბოდიში ეს ჩემი არ ყოფილა თურმე მაგრამ ვინც მოდის თვითონაც ეძებენ ხშირად აი ეს მასწავლებლები არიან უკვე ანუ სახელმწიფოს ყველა კვალიფიკაცია აქვთ მაგრამ მათაც რაღაცა აკლიათ. ანუ ხედავენ ბავშვები, უყვართ ბავშვები, უყვართ სკოლა, მაგრამ რაღაცნაირად თათუნით მიდიან ხოლმე, აი ცოტა ბრმად ცდა და როგორ რა ქვია მას ხელისწეცებით. კი, ანუ ცდა და ან გამოდის ან არ გამოდის და პრაქტიკაში რაღაცებს ექსპერიმენტებს ატარებენ და აი აქ პედაგოგიკა ეხლა უკვე 100 წელზე მეტი ფუნქციონირებს, ანუ არსებობს ესეთი სკოლები მთელ მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე, ყველა კულტურაში არსებობს და ანუ რაღაცები საფუძვლები არსებობს, რაზეც შეუძლია ადამიანი დაერტყნოს, როცა გადაწყვეტს ამ გზაზე სიარული. ადრე აქ არსებობდა ბევრი მითი, ხო? ნუ ვალდორფში სიმღერადაც ეკვა იციან, მაგრამ არაფერი არ იციან სხვა და ეს მითი არის. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ დანარჩენიც მარტო ინტელექტუალური არ არის, დანარჩენიც არის ნიშნულოვანი. თამუნას კითხვაზე მეც მაინტერესებს, ოღონდ არა პედაგოგების ნაწილში. მაინტერესებს მშობლები რამდენად მარტივად ეგუებოდნენ ამ სწავლების მეთოდებს, რაც თქვენთან იყო მაშინ. ჩვენ ვართ კერძო სკოლა, ასე რომ აქ მოდიან თვითონ გადაწყვეტავენ, არავინ არ აიძულებს ისე. ძალიან ხშირად მოდიან და ეძებენ, ესენიც ეძებენ, რაღაც ხედავენ, რომ მათი შვილი ან არ არის მთლად ბედნიერი იმ სხვა ინსტიტუციაში ან თვითონ იხსენე ძალიან ხშირად იხსენებენ აუ ჩემი დრო გვეუბნებიან ამ ჩვენც რო ვიაროთ ამ სკოლაში ჩვენ დრო სხვანაირი იყო და სხვანაირად და მოკლედ ესენი ხშირადაც ეძებენ
ისად და მე შესაბამისად მიმღებებიც არიან როცა დახვდებათ ის გარემო, რასაც კი. ეძებდნენ, ან მიმსგავსებული მაინც. მაგრამ ეს- იციან რასაც ეძებენ, მაგრამ ანუ იცოდნენ იმ დროს უბრალოდ. ეხლა შეიძლება იციან და მარტო აი, ინფორმაციას ძალიან შეეძლოთ. საინტერესო საკითხი არის. მე ეს მიდის ერთმანეთს ურჩევენ, მე ერთი ამბობს, ვიცი რა, ჩემ შვილს ახარ უნდა სახში წამოსვლა, საღამოს ან რაღაც. მე ერთმანეთში ლაპარაკობენ. ზოგი მოდის, მე ხედავენ, რომ არა ეს მაინც ანუ ყველაფერი არსებობს, მაგრამ უმეტესწილად მე ძალიან რო ხედავენ შვილები რო არიან ბედნიერები და ლაღები და ინტერესი აქვს სწავლისთვის, მე ეს უკვე შვიდად არიან და თვითონაც ნდობით არიან მე ჩვენს მიმართ და ეს არის აუცილებელი. სხვანაირად ვერ ვასწავლებ. მაშინ ბავშვებსაც გითხავთ. აი ამ თაობებზე. როგორი თაობა გვაქვს? აი მათშიც თუ ატყობთ, რომ ევროპასთან ახლოს ვართ თაობებით მაგალითად. ან რაღაცაში გვიჭირს, ან ზუსტად თაობაშია ის გასაღები, რასაც აი გუში რომ მითხარით, რომ არა უჩიხი არ არსებობსო, გზა ვიწროვდებაო. ხო და ჩვენც უიზახით, რომ აი ამ თაობაშია ეგ გზა ახსნათ და ჩვენც თუ სწორად წავუძღვებით, ეგენი არიან. ისინი ვინც შეძლებენ, რომ ვიწრო გზა გადაგვატარონ ხოლმე და აი თქვენ როგორ ხედავთ? როგორები არიან? თქვენი შვილებიც ქართველები არიან, შვეიცარიელებიც, მაგრამ ქართველებიც. თქვენი დახასიათება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თაობის, ხო? კი. ბავშვები და თაობების. მე ესე ვხედავ, რომ ყველა თაობას აქვს, ანუ ბატარები რო არიან შვილები, ხო? ანუ ბავშვები, მე იმათ აქვთ ყველაფერი წინ. და იმათ ანუ მე ჩემ მოსწავლებზე ან ჩემ შვილებს რო ვუყურებ, იმათ აქვთ შიგნით საოცარი რაღაცა, ჯერ ინტერესი, ბუნებრივად ბავშვს აქვს ინტერესი სამყაროს მიმართ და ეს თუ არ ჩავკლავთ ეს ინტერესი, ეს ამ ინტერესის გასაღებით, ასე თქვათ, მე გადიან სამყაროში და იქ მე დიდი იმპულსის შემომტანები შეიძლება გახდნენ. იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს, მე ესე ვხედავ, რომ რაღაცა შინაგანი, რასაც უნდა, რომ განახორციელონ აქ ამ სამყაროში, ხო? და ჩვენი როგორც პედაგოგები, როგორც მშობლები, როგორც უბროსი თაობა ნებისმიერი, ანუ სახელმწიფოშიც, ან სკოლაშიც, ან ოჯახში, მე ვფიქრობ არის ის, რომ ჩვენ ამათ თან არ ვუსხუდავთ, მაგრამ ამავე დროს საკმარისი მხარდაჭერა მივცეთ, იმიტომ რომ ვუთხრათ, აბა მიდი და ეს შეიძლება იმ პატარა ასაკისთვის რთული ხოს დიდი ტვირთად გადაიქცეს და ანუ ჩვენი როლი მე ესე ვხედავ, რომ უნდა ვიყოთ აქ, დავეხმაროთ აი ეს, მაგრამ მერეც გაუშვათ და აუცილებლად მოხდება მე განვითარება. ეხლა დღევანდელი ახალგაზრდები უკვე ყველა ნამყოფი ევროპაში ან დასავლეთში. ნებისმიერ ნანახი აქვთ, ბევრი შედარებაც შეუძლიათ, გარჩევას შეუძლიათ გარგის და ცუდის შორის, აი თავისუფალი ცხოვრების და არათავისუფალის შორის ხედავენ თვითონ პასუხისგებლობა რა არის გასაკეთებელი და რაც მთავარი არის აქვთ იმის სურვილი, რომ ეს პასუხისგებლობა ატარონ. ყოველთვის ჩემ კოლეგებს ეხა ისა პოლიტიკაშიც ვამუკაცო ის ახალგაზრდებს არ უნდათ უბრალოდ იქ იყვნენ დეკორაციისთვის, ხო? ან რაღაცა ბოლი გაუშვან, ან დროშა დაიჭიროს, ან პირიქით იმათ უნდათ პასუხისგებლობის აღება, ცვლილის შეტანა, რაღაცის ცვლილებას შექმნან, ხო? და უნდა მივცეთ ამის ასპარეზი, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა ხანში ხერდი რამდენიმე წლის მერე აღარ ვიქნები და ისინი უნდა უნდა რომ გააგრძელონ. თან სინამდვილეში თავისი ქვეყნისთვის, თავისი მომავლისთვის უნდა ამ პასუხისმგებლობის აღება, ხო? ანუ კი ჩვენ პენსიაზე გავალთ ალბათ მაგ დროს, მაგრამ
ჩვენზეც მაგ თაობამ უნდა იზრუნოს. ისე როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანაში პენსია იმიტომ აქვთ მაღალი, რომ ჩვენ პატარა თავზე უნდა თაობა, ვიზრუნოთ. არა, ხო, არა, არა, ჩვენთან ეს ყველაფერი სოლიდარობა არის ამოყირავებულია. ძალიან მნიშვნელოვანი თემა მნიშვნელოვანია, ხო. თაობათა შორის სოლიდარობა და მაგრამ ჩვენც რო ფიქრობთ, ეხა მე მართლა ბედნიერი ცხოვრება მაქვს, რომ იმდენი რაღაცის განხორციელების, იდეის განხორციელების შესაძლებლობა მომეცა და ყველა ადამიანს აქვს, აი ხო, ახალგაზრდას აქვს აი ბევრი ისა გვაქვს ოცნებები. ოცნება, მე ზოგი რაღაცას ვახერხებ, მაგრამ ყველას აქვს ეს, ყველა ადამიანს აქვს ეს სურვილი რაღაცა შეიცვალოს. მე ესე კი და ვუყურებ. თავარია რომ ჩვენ არ თუ ხო, აი მეც ახლა ყველას რომ ვუსურვებ ხოლმე, აი რომ ვხედავ პატარა თაობაში, აი რა ვიცი, თამთას შვილსაც რომ ვუყურებ, ვუსურვებ, რომ მისი საკუთარებსაც ცხადია შესაძლებლობები გამოევლინოს, ანუ ამის შესაძლებლობა გქონდეს, რომ ის რაც აქვს, ეს უნარები, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ ვერ ავლენ, ანუ სადღაც ის ნიჭიც მერე იკარგება, იმიტომ რაღაც გარემო პირობები ისე სინამდვილეში ხო ეს არის ბევრი ფაქტორია, ხო. მე ისეთი მომავალი მინდა დაგვიდგეს, რომ ყველა ადამიანს თავის შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება გქონდეს. და ეს არის ის, რაც ადამიანს აძლევს ეს მართლა ბედნიერება, როცა ის თავის თავს თulis საჭირო, ხო? ანუ რომ რაღაცა რეალიზებულად და აზრიანი რაღაცას შეიტანს ამ საზოგადოებაში. რა საინტერესოა? ეგ შესაძლებლობები, აი რაც თქვენ რაც შეძელით, თქვათ აქ, ხო? სკოლა, განათლება, ბავშვი. ამ ქვეყანამ მოგცათ თუ თქვენ მოიტანა? ანუ ხო, ეგ თქვენშია? სულ მაინტერესებს, აი ჩვენ მაგას ვიძლევით, მაგ აი რომ მინდიან საზღვარგარეთ ვამბობენ, რომ აი ამერიკა, კი, მაგრამ შენ თუ ეგეთი არ ხარ, ვერა. აი ჩვენ როგორები ვართ? ეხლა თქვენ ხო აქ არ დაბადებულ ხართ, მე ისიც მოგვისმენიათ ამ უნდა რომ ბრუნდებიან და უიფრთები მომაჭრეს. ხო, ყველა აი ხო და მაგიტო ვეკითხები, რომ არა აქ. ხო და არის აქ შესაძლებლობა ეს ქვეყანა იძლევა თუ შენ უნდა იყო და მე ცოტა გიწევს ბრძოლაც და ნუ ალბათ ორივე როგორც ყველაფერში, მაგრამ ეხლა თუ მეუბნებიან ხოლმე ეხლა ყველა აქედან მიდის და შენ რას ჩამოხვეთი და მე ვუყურებ ის ორი ქვეყანა რომ დღესდღეობით ვთვლი რომ ორივე არის ჩემი სამშობლო. ერთი რომელიც ასე თქვათ მზითვებში თუ როგორ თქვა ახლა დაბადებში აგვანში მომყვა და მეორე რომელიც ცნობიერად აირჩიე და აი ცნობიერი ნაბიჯი გადავდგი ამისთვის მაგრამ აი ვუყურებ ამ ორ ქვეყანას და როგორც დედა ორ შვილს უყურებს ხო ერთი არის ისეთი რომ ძალიან მყარად დგას, ყველაფერი უზრუნველყოფილი არის, ყველა თავის პრობლემები რაც აქვს, როგორც ყველა ქვეყანა, მაგრამ თვითონ უმკლავდება რაღაცნაირად, იმას არ ჭირდება, ანუ ესე ზოგი შვილი ძლიერი შვილი მეორე არის ისეთი რომელიც ცოტა ჭირვეული არის, მეტად ყურადღებას ჭირდება და აი სულ აი ამის ხო და მაგრამ იქ შვეიცარიაში ყველა ანუ თითქმის ყველაფერი არის აწყობილი, სისტემა არის აწყობილი, ფუნქციონირებს გადასარევად, მიდის ეს ერთმანეთში პოლიტიკური სისტემა არის ესე რომ არის მეტად მდგრადი არის, ეკონომიკა არის სტაბილური. დიდარი ქვეყანაც არის ყველაფერთან ერთად რა. ჩვენ კი, მაგრამ ყველაფერი უკვე არსებობს. ანუ ეგეც არის და აქ იმდენი არის ასაწყობი ჯერ რომ აი რამდენიც კიდე მაგან მოგხიბლას ხო? ნამდვილად, იმიტომ რომ ხო ეხა როგორი არის სკოლის დაარსება და ან ბიომეურნეობის დაარსება ისეთი რაღაც არის რაც ბიომეურნეობაში რა ხდება? ისრდება აი ეხა კი არც მახსოვს რომელ წელში დავიწყეთ მაგრამ ყოველ წელს ცოტა წინ მივდივართ ძალიან ნელა იდეა იყო ანუ ჩვენ გვინდოდა რაღაც მაგალითი შეგვექნა რომ შესაძლებელია სოფლის მეურნეობაში ისეთი რაღაცა ააცხო რომელიც თან მდგრადიც არის და თან ბუნებას არ
აფუჩებს და თან თავის თავს ინახავს. ეხა მართალია რომ ჯერ იქამდე არ მისულ ვართ, მაგრამ მართლა და მაგრამ ამდენი წელია? ეს ხო იცით რომ შესაძლებელია იგივე იმ აწყობილ ქვეყანაში შვეიცარიაში ალბათ კარგად მუშაობს ბიომეურნეობა. მაგრამ აქ აი რა ფაქტორებია ხო რაღაც რაც ხელს გიშლით აი თუნდაც იმაში რომ ნელა იქ ალბათ უფრო სწრაფად განვითარდებოდა ეს დარგი? თუ არა? ნუ იქაც მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში ეს დაიწყო იქ ეს ბიომეურნეობები და თავიდან იქაც არ იყოს ადვილი ეს ანუ რაღაც დრო ახალი ჭირდება. ხილი იყო და დრო სჭირდებოდა, მაგრამ იქ მერე მალევე ის ცნობიერებაც იყო, პოლიტიკური ნებაც იყო, ხელშეწყობა, იყოს ეგ სუბსიდირებით ან სხვა. ანუ იქ მერე უცბად ძალიან სწრაფად განვითარდა, ისე რომ მე მგონი შვეიცარიაში ახლა მეტი ბიომეურნეობა არის ვიდრე სხვა, ანუ ზოგ რეგიონში მინიმუმ. აქ რასაც სირთულე, რასაც მთავარი სირთულე ალბათ აქ საქართველოში არის შესაბამისი, ანუ კარგად კვალიფიცირებული და ესე ცნობიერი კადრის მოძიება, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ხედავთ არის რომ ის ძველი ისა ცოდნაც აღარ არსებობს. ანუ იყო დიდი უფსკრული, აი ეს კომუნისტური მომხმარებლური მიდგომა ძალიან ბევრ რაღაცას ჩაქლა, ასე თქვათ, ანუ ის აი ეს ძველი თაობების ცოდნაც აღარ არსებობს. არსებობს ის რომ შენ უნდა ის თაობა აღარც არის. ბუნებიდან უნდა გამოიტანო ყველაფერი რაც შეგიძლია და ის რომ უნდა მიხედო და მოუარო იმ ბუნებას ეს ნაკლებად იყო. ეხლა ეს დასაწყისში იყო. ეხლა ნელ-ნელად აქაც ვხედავთ რომ ახალგაზრდები უფრო დაინტერესებულები არიან. ქალაქში ვინც ცხოვრობს, უფრო მალე დაინტერესდება ამითი და ბრუნდება, ანუ ინტერესი აქვთ, რომ იყვნენ ჩართული, ვიდრე ის ადამიანები, ვინც არიან ისედაც სოფლად, ვინც ამას ეწევა, ანუ ამ პროცესში ალბათ, ხო? ანუ ეთქობა ესე როგორც აი ეს ცნობიერის ჯერ უნდა იქიდან დააღწიო თავის სხვაგან და მე ისე უნდა დაბრუნდე. და რა იწარმოება თქვენ მეურნეობაში? აი რა ჩვენ გვაქვს ბოსტნეული თაფლი, მემინდვრეობა, ანუ ჭვავი, მარცვლეული, კი, ვაწარმოებთ პურს, ფქვილსაც, თაფლი ვთქვი, ბოთიში და ესეთი ჩაიები, წენარული ჩაიები, ჭირი, აი ესეთი რაღაცები. ანუ აი დაახლოებით ჯერ არა გვყავს საქონელი, ხო ეს. ანუ ერთი რამდენიმე 10 წლეული გამოდის, რომ არის საჭირო, რომ ეს სფერო რაღაცნაირად დადგეს, ხო? აი იმიტომ რომ ჩვენ იქ რო დავიწყეთ, ის იყო მიტოვებული მიწები, ხო, აი თვისეთ. იქ ანუ ეს სოფელი არის, სადაც მოსახლეობა ნაწილობრივად არის ოსური ეთნიკურად ეს არის სოფელი ფონა კახეთში, სოფელ კაბალთან ახლოს, ანუ ლაგოდეხის და ყვარლის ზუსტად შუაში და იქ მერე ძალიან ბევრი 90-იან წლებში ის ოსები წავიდნენ და დატოვეს ხო ალბათ რუსეთში და იქ მიწა იყო მიტოვებული, ანუ ძალიან 1-3-4 წელი მინიმუმ მივანდეთ უბრალოდ მიწის ცოტა მოყვანას. მაგრამ საოცარ რაღაცას აკეთებთ, რა სიკეთეა. ანუ ესეც რაღაც ცოდნის გაზიარებაა, ხო? ანუ ყოველთვის ისეთ სფეროს კიდებთ ხელს ეს ჩემი დაკვირვებით, რაც აი იქ უკვე იცით როგორ მუშაობს, ხო? იქ თქვენ დედაქვეყანაში. ესე დავარქვა თუ არ ვიცი. ან ჩვენ რაც გვიჭერს. ძლიერ სამშობლოში, ხო? და აქ ამისი დეფიციტია, თუმცა რაღაც რესურსს ხედავთ. ანუ ისე ხო არ მოკიდებდით ხელს, რომ პოტენციალს ვერ ხედავდეთ, ხო? კიდევ რა სფეროს მოკიდებდით ხელს? რაშიც გვჭირდება დახმარება და აი რაღაცერი გამოცდილება ევროპული? ძალიან ესეთი პიროვნული არის, მაგრამ ახან 4 შვილი მყავს და 4-ვე გავაჩინე მაინც შვეიცარიაში.
ამის გადაწყვეტილება იყო მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური, იმიტომ რომ ჩემი უხლე მეუბნებოდა რომ არა, აქ ანუ არ გარისკეთ. ანუ აქ შეიძლება ის აპარატურა არ ქონდეთ, ან აპარატურა ქონდეთ და ექიმი არ დენი იყოს. არ იყოს, ან რაღაცა, მოკლედ ეს წმინდა ესეთი ტექნიკური გადაწყვეტილება იყო. მაგრამ მე რომ ნახე რომ აქ აი ეს ახალ ანუ ის შობიარობის პროცესი აი ჩემ ახლობლებს ისგან რომ გავიგეთო ახალ შობილებს აი რა ხდება სამშობიარებში რაღაცა სიამოვნებით მაგრამ ეს ამ ცხოვრებაში ვეღარ აღარ მოვასწრებ. მოვკიდებ თუმცა ამ სფეროზე იმუშავებთ. სამშობიაროზე? მე ჩვილების პირადად ამბავი. ვერ ვიმუშავებდი ბავშვები თუ ხა არც სამშობიაროები? მედიცინასთან სამშობიარო. შორს ვარ მაგრამ აი ბებია ქალი აქ იმდენად არ არის იქ არის დაფასებული ესეთი სფეროა, ხო, ესეთი? სფერო და ძალიან მნიშვნელოვანი ამ ახალგაზრდა დედებისთვის მხარდაჭერა. ის მეც ძალიან მარტო მაშინ მივხვდი ძალიან დიდ დანაკლის ამ სფეროში ბებია ქალების, როცა მე თვითონ მქონდა ამის გამოცდილება, რომ არავინ არ არის იქ, რომ ვინმე რამე გასწავლოს. იმის მიუხედავად, რომ მანამდე ძალიან ბევრს წაიგითხავდა ყველაფერს შენ თვითონ ისწავლე, აი იქ პრაქტიკულად პირველ დღეებში რომ ვინმე თან პირველ შვილს რო აჩენდა, როგორ შოკში ხდება ხარ? სწორად რაღაცეები და ძალიან ბევრი საკითხია. არავინ არ არის მართლა. აი ბოლო პერიოდშიც კი თქვენ ჩემზე ადრე ქონდათ ეს გამოცდილება და უბრალოდ არ მქონდა გამოცდილება მაგრამ თუმცა ინფორმაცია გქონდათ ალბათ ქართველი მეგობრებისგან და კი დღემდეც გექნებათ. აი იმიტომ რომ აი სულ ვამბობ რა ნუ ქართველები გენეტიკურად ხო არ განსხვავდებიან იმ ევროპელებს დანარჩენ ევროპელებისგან ხო ანუ არ არსებობს აი არც ის ბუნება არ განსხვავდება იმდენად აი ეს ხო არ არის აქ უდაბნო ან რაღაცა ო და სულ ვამბობ შვეიცარიას გავს საქართველოს. შვეიცარიას გავს უბრალოდ ის მთები არის მაღალი მთები აქ არის ჩრდილოეთში ჩვენთან არის ანუ შვეიცარიაში არის სამხრეთში ან პირიქით აი ესეთ რაღაცები მაგრამ არ არსებობს რომ აქ რაღაცა მსგავსი არ შეიძლება შეიქმნა მაგრამ ამისთვის არის ნება არის საჭირო ხო იგივე აი პოლიტიკური ეხა არ არსებობს რომ ქართველებს არ აი რომ აქ რომ დაგვარცმუნებენ რომ ცდილობენ რომ დაგვარცმუნებონ რომ ქართველი ესეთია რომ არ შეუძლია ესეთი ხალხი ვართ. ესეთი ხა რა ანუ აი შენ ესე იგი შენ არ გინდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა იმიტომ რომ ამას შრომა სჭირდება ხო ეს ხშირად მესმის ოხ შვეიცარია მდიდარი ქვეყანა არის ეხა მე რო ვიყო შვეიცარელი აი ესეც მეც ძალიან დიდი ბოდიში ხა კრიტიკულ რაღაცებს ხო შეიძლება თქვა ხო ანუ ამას უნდა შრომა და ის შვეიცარლები დილიდან საღამომდე შრომობენ ამისთვის შეიძლება ზედმეტადაც შრომობენ და მაგიტომაც არიან მე უკმაყოფილო შეიძლება შეტექით ხშირად ან რაღაცა მაგრამ ამას უნდა კონკრეტულად პრაქტიკულად უნდა ატკე და უნდა გააკეთო რასაც ამას რა უნდა და რაღაცა და ესე არ გამოდის უნდა გააკეთო აი მე თბილისში რასაც ვფიქრობ ხოლმე შვეიცარიაში როდესაც ვიყავი და დავინახე როგორი კავშირი აქვს მდინარესთან ქალაქს აი ხა შედარებებზე გამახსენდა და რომ შეგვიძლია ჩვენც ესე ვიყოთ სრულიად განსხვავებული ვფიქრობ ხოლმე როგორ შეიძლება ეს შეიცვალოს როცა უკვე გვაქვს რაღაც მოცემულობა მაგალითად ჩვენ ვერ დავიბრუნებთ მტკვარს ისე როგორც შვეიცარიას აქვს აი მაგალითად ბაზელში მდინარე ანუ მდინარის გარშემო როგორც არის დედაენა ჩვენთან ერთადერთი ლოკალური ადგილია სადაც ცოტა ახლოს არის შედარებით იქ არის მთლიანად ეგრე კამპუსები მის გარშემო დედაენაში თამთა მტკვარი მიტოვებულია მაინც ხო მაგრამ ახლოს მაინც არა და ჩვენთან ძირითადად მანქანით გაიგო არა აბსოლუტურად ყოველთვის არის არ არსებობს იქ აი მართლა შოკი მქონდა დღემდე რომ მახსენდება შვეიცარია მახსენდება ეს კადრი რომ ზაფხულში ხალხი დადიოდა რაღაცა ფერადი ჩანთებით ამ ჩანთებში ჩადებდნენ, ანუ გამოსაცვლელი ადგილებიც იყო მოწყობილი, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა, ჩადებდნენ თავის ტანსაცმელს, ჩახტებოდნენ მდინარეში და მიუყვებოდნენ დინებას. მიდიოდნენ რაღაც კონკრეტულ ადგილზე, ან მიდიოდნენ, ან უბრალოდ ისვენებდნენ ასე. ეს არის ეხა ესე ძალიან ესეთი მაგალითი ახლა ჩემთვის რომ ეკითხებიან ხოლმე რა გაკლია შვეიცარიდან აქ ხო აი მდინარეს წურვარის ერთ-ერთი საჯარო ტრანსპორტთან ერთად მანდ არის განსხვავება პოლიტიკურ სისტემაშიც იმიტომ რომ
იქ არის ადგილობრივი თვითმმართველობა, არის ძალიან ძლიერი ინსტიტუტი. ანუ ამაზე აწყობილი არის მთელი ქვეყანა, რომ ანუ ის კი არის დედაქალაქი და მე დედაქალაქიდან ყველაფერი ჩამოგიდებული დედაქალაქზე არის ცენტრალიზებული. იქ არის ანუ პატარა სოფელში გამგეობაში და იმ მუნიციპალურ საკითხებში წყვეტენ ისინი, ვინც იქ ცხოვრობენ, ვინც იციან ვინებიც იციან რა არის საჭირო, რა სჭირდებათ, თვითონ წყვეტენ რაში ჩადონ ფული სპორტულ მოედანში თუ რა სავაჭრო ცენტრში თუ სკოლაში და შესაბამისად უფრო მეტი ბმა აქვთ მერე ხოლმე აი ამ ადგილთან და ერთმანეთშიც რა თქმა უნდა. ეხლა რო გითხრათ რომ იქ ყველაფერი იდილური არის, ნამდვილად ესე არ არის, ესენი ძალიან ბევრს ჭუბობენ ჩვენთან. ისა პატარა სოფლებში ზუსტად იგივე ხდება რაც აქ ეს სოციალური კონტროლი აბა ეხლა როდის ისა მოხვედა ის მოედანი სახლის წინ ეგეც არის ხო ანუ ეს მაგრამ უფრო პირდაპირი კავშირი არის ადამიანები თავის საცხოვრებელ გარშემო გარემოსთან ცდილობა რომ ეს თვითმმართველობები გაძლიერებულიყო რატომ ვერ მოხდა ეს კითხვა პოლიტოლოგთან ეს არის ამჯერად პოლიტოლოგთან ну ჯერ ერთი იქ ეს მოხდა თავიდან მოხდა ესე ანუ ესე დაიწყო დალაგდა მუნიციპალიტეტების მერე გაერთიანდნენ ერთ კანტონში მერე კანტონები გაერთიანდნენ ეროვნულ დონეზე და რაღაც თავისი კომპეტენციები მიანიჭეს იმ ზემდგომ დონეზე ანუ ქვემოდან ზემოდან გაიზარდა ეს ისა და აქ ახლა ეს ცენტრალური არსებობდა და სხვა მოცემულობა არის აქ კიდე იმიტომ რომ აქ იმდენად არის დავუშვათ სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა მოცემულობა აქვს ხო აქ იმის საშიშროებას მე ვხედავ რომ აი ეს იყოს აღარ იყოს ცენტრალური ანუ შვეიცარიელები ხშირად არის პროექტები კიდევაც უნივერსიტეტების ან რაღაცა ჩამოდიან და აქ რაღაცა ფედერალიზმის დამყარება უნდა და სულ ვეუბნები აი ესე ადვილი არ არის იმიტომ რომ აქ წარმოიდგინეთ ეხლა რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება ახალციხეში და მარნეულში და არ ვიცი მე და ზუგდიდში ანუ ის სეპარატისტული ტენდენციებით მე ვხედავ აქ უფრო მეტი საშიშროება რომ ეს მერე დაიშალოს ხო ანუ ამიტომ არ უშვებს ხელს ცენტრი არის ფაქიზი ძალიან ფაქიზი თემა რატომ არ უშვებს ცენტრი ანუ მე ხა უფრო კონცეპტუალურად უფრო თეორიულად გითხარ და აქ რა თქმა უნდა ეხა ის კორუფციული შესაძლებლობებიც არის სამწუხაროდ ქვეყანაში რომ ის ვინც ეხა ცენტრი არის არაფრით არ უნდა რაღაცა ბიუჯეტის უფლება რომ სხვა აი სოფელს მისცეს რომ თვითონ განკარგოს ხო ანუ კორუფცია მაინც თუ შესაძლოა, იმიტომ რომ აი ზუსტად ცოტა ხნის წინ ნახეთ ორივე მხრიდან ხო, რა გზადაც და ქვევიდანაც პრობლემა. არ არის, ხო. ამის ძალიან კარგი მაგალითი, ახლა 1 ივნისი იყო ბავშვთა დაცვის დღე. ყველა ვნახეთ ალბათ. ონის მუნიციპალიტეტმა, მარნეულმა, რავი, რაჭამ, ყველამ ცალ-ცალკე გამოაქვეყნეს ერთი და იგივე პოსტერი. აი ხო შეეძლოთ რომ სხვა ყოფილიყო ყველას თვითონ ეფიქრა ყველას როგორც უნდა და ისე მიელოცათ ეს ბავშვი არა ცენტრიდან იყო დავალება წასული რომ შენ Facebook-ის გვერდზე ეს დადე და ერთი გამოსახულება ქონდა იყო მარნეულშიც რაჭაშიც ახალციხეშიც და დმანისშიც და კიდე ალბათ ჩვენ თვალს ვარ მენახარ დავიჯერებდი ანუ მოაგროვა ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობარმა ლაშა ჩხვიმიანმა და გამოაქვეყნა ყველა პოსტერი ერთად ანუ ონი ესა ის ანუ ესეთი თვალსაჩინო აი ამ ცენტრალიზებული ამბის მოდელი უჩვენებია მოდელი იყო არ უჭირს ხოლმე მაგის გაკეთება კი იყო ანუ ნუ მე დავინახე და ამას ვინც ამას ნახავდა მართლა ყველა ძალიან თვალსაჩინოდ დაინახავდა რომ აი 1 ივნისი ერთი და იგივე პოსტერით მიულოცა ყველა ეს არის ზემოდან ქვემოთ მაგრამ გეთანხმებით რომ ქვემოდან ზემოდაც არის ანუ ამის მზაობა რომ ეს მერე
ვიღაცები უნდა ატარონ ეს პასუხისგებლობა, ხო? და ეხლა ხშირად უფრო კომფორტული ხარ. ჩემი ბრალი არ არის, იმათი ბრალია. აი იქ თბილისში გწყვეტენ და მე რა, ხო? ანუ კომფორტულიც ესეც არის და ყველა შეიძლება არ იყოს მზად, რომ ეს დაუწიოს თან რომ წინააღმდეგობა. ატაროს ეს პასუხისგებლობა. კი, მაგრამ მან როგორც პედაგოგმა რაღაცნაირად უნდა გაუშვას მოსწავლე, რომ იმან პასუხისმგებლობა იგრძნოს, ხო? იგივე თუ არ გზევიდან თუ არ გაგიშვებენ ხელს, ქვევით არ ვერ იგრძნობენ ამ პასუხისმგებლობას. ხო, ანუ ეგ არის სახელმწიფო უკვე, რომელიც ხელს არ უშვებს, ანუ როგორც სახელმწიფო, როგორც პედაგოგი თავის პატარა მოსწავლეებს არ ასწავლის ცხოვრებას. უბრალოდ სწორ დროს უნდა მოხდეს, ხო? ეგ თუ როგორ ეს ალბათ ნელ-ნელა უნდა, ანუ ესეთი პროცესია, წინ და უკან პროცესი, ან ზევით ქვევით პროცესი, ხო, რომ ეს და ისე განათლებასთან მოვდივართ, ეს უკვე ძელვადიან პროცესში, ხო, ანუ ამასაც წოდნა უნდა. ეხლა მე რო საკრებულოში რო ვიყავი, აღმოჩნდა ძალიან დიდი ისე ანუ საჭიროება, რომ რეგიონებში, საკრებულოში, იმებში რომ ტრეინინგი ჩატარებული ხო, ბიუჯეტი როგორ დაიგეგმა, ხო? ეხლა ეს ბიუჯეტის რაღაც დაგეგმა გგონია რომ 2x2 აბა ეს იცი რაღაცა აღმოჩნდა რომ ეგრე არ არის, ანუ ელემენტარული რაღაცა უნარების დეფიციტი არსებობს დღესდღეობით და ანუ ეს ხელშეწყობა ზემოდან არის აუცილებელი და მაგრამ მე მივხვდი უკვე რომ თქვენ სირთულების გამარტივება და გადალახვა მოგწონთ და ზუსტად მოვდიოდი საკრებულოში და ალბათ მაგიტომაც პოლიტიკაში, სახელმწიფო ინსტიტუციაში იყავით. მე მგონი 1 წლის წინ კიდე მოქმედი იყო საკრებულოს თქვენი მანდატი, ხო? და თან რო ჩავიხედეთ თქვენს იმაში, ანუ ეკონომიკური მიმართულება, ინვესტიცია, საგარეო მიმართულებას, გარემოს დაცვა, ყველა იმ ასპექტთან მოგიწიათ შეხება, რაც ყველაზე ძალიან გვიჭირს. ბევრი რამ გვიჭირს, მაგრამ ნუ განათლება ალბათ კიდე პირველია და მოგეცათ საშუალება. აი ხა წეგან თქვით, რომ ძალიან ფრთხილათო და რთულიაო. ხო და აი ის 4 წელი მოგეცათ საშუალება, რომ აი თუნდაც დაგეწყოთ. ან ვიღაცის ნება გამოსტყუო, რომ აი იგრძნო, რომ აი კი, აი ხა ნება არის, აი სადმე, რომელიმე კუთხით, არ ვიცი, თან რთული ძალიან სამწუხაროა, მაგრამ აი როგორც ოპოზიციის წევრი ამის შესაძლებლობა დიდად არ მომეცა, იმიტომ რომ უმრავლესობა პირველივე დღიდან გვითხრეს, რომ არ გეკვნოთ, რომ ოპოზიციის რაიმე პროექტი განხორციელდება აქ. ჩვენ ვუთხარით ეხა მაგალითად ისთვის ვართ, ხო? ერთი ნუ ეხა მათი გადმოსახედიდან ჩვენ ისედაც ზედმეტი ვიყავით მათ, მაგრამ იყო ესეთი მაგალითი, რომ გვინდოდა მუნიციპალურ ტრანსპორტში ცვლილება შეტანა, მაგალითად, რომ ვინც არის პირი, ანუ მარტო უსინათლოებს აქვთ წვდომა იმას. ტარიფი, უფრო დაბალი ტარიფი, როგორ რა ქვია მას. კი, გადასახადები კი არა, ხო, შეხავათი. და ეხა 2x2 არის, ახლა უსინათლოს თუ აქვს, აბა ეთლით მოსარგებლე რატო არ უნდა კონდეს, ვით უმეტესად, ხო? და ეს ეთხოვა მერიაში ვიღაცა ნახა და მაგრამ კანონი ესეა და უბრალოდ დაარიგეს უსინათლოების ბარათები ყველას. ანუ ყველას ფაქტობრივად კი შეხავათით სარგებლობენ, მაგრამ აი ეს ჩვენ შორის დარჩეს ანუ ის პოლიტიკური, რა თქმა უნდა, პოლიტიკური იყო, იმიტომ რომ ისინი აკეთებენ ამას იმისათვის, რომ მოწყვლადი გახდნენ და დამოკიდებულები გახდნენ, მაგრამ აი როგორც თემა, ხო, არაპოლიტიკური თემა არის ეხა ეს შეხავათი არა, ჩვენ ვუთხარით, აი, ნუ არ იყოს მაშინ ოპოზიციის სახით დაარქვით თქვენი ინიციატივა. არა, არც ის არ გააკეთეს.
მან შეიძლება რომ მადლიერებით დარჩენილიყვნენ ისინი, რომ არ გვეკუთვნის კანონით, მაგრამ მაინც დაგვირიგეს. ეგ ამბავი ეგ შეიძლება მენტალურად ბოლოს მიაჩვიეს ქართველი ხალხი ეგრე ფიქრს. ის არის, არა, ეხა გავლენა, პოლიტიკური გავლენა არის, ხო? ეხა მე არჩევნები რომ მოდის, რა თქმა უნდა. ნუ ეხა ესეთი ყველაფერი სათავისოდ კეთდება და არა ძალიან ნამდვილად რთული ხო საქმისთვის. ეკონომიკას მაგალითად და ეს რეპორტი არის რომ აი ვაკის პარკში გავაკეთეთ ველობილიკი და ძალიან კარგი მიხარია მეც მიხარია რომ ველობილიკი არის მაგრამ ეხა ამხელა ქალაქი ხო და ეხა ეკონომიკური პოლიტიკა მე ცოტა სხვანაირად წარმომიდგენია მაგრამ ნუ ისა მე სადაც მართლა ფიქრობ რომ ჩემი ცვლილი შევიტანე იყო ისევ უცხოეთთან ურთიერთობა რომ ამეხსნა ევროპელებისთვის ის რაც აქ ხდება და რაში გვაქვს პრობლემა სად გვიჭირს ხო ნუ აი ეს მთელი ეს პოლიტიკური კრიზისი რაც არის იმიტომ რომ შეიძლება ცოტა ისეთი ნათქვამი არის, მაგრამ ქართველი რო ეუბნება ევროპელს, რა ხდება აქ? ისინი მოусმენენ თავს იქნებენ კიკიო და აი იგებენ ხოლმე 40-60% ისა, მაგრამ ბოლომდე რაღაცნაირად ვერ მიცვდებიან იმას რაც აქ ხდება და როცა აი ძალიან რაღაცნაირად მეუხერხულება მაგრამ როცა შვეიცარიელი ხარ და ნუ მათთვის მათ თვალებში უკვე იცი რა არის დემოკრატია ხო ანუ უფრო სხვანაირად გაიგებენ და სხვანაირად ისა რომ აი მაგალითად აქ იყო ბოიკოტის რეჟიმი ხო და სულ გვეუბნებოდნენ ეხა ხანდახან ეხა დემოკრატია არის ხანდახან უნდა იყოს რა თქმა უნდა მთელი ჩემ ცხოვრებაში სულ ვიყავით აგებული მხარეს არ იყოს პრობლემა მაგრამ თუ გეუბნება უმრავლესობა და უნდა განადგურდე როგორც პარტია როგორც ინდივიდი როგორც ცოცხალი არსება უნდა განადგურდე მაშინ ეს აღარ არის დემოკრატია ხო და აი ამის ახსნა მომიცია და მე მითხრეს რომ ეხლა გავიგედო 15 წუთში რასაც 2 წელი ვერ გავიგე ეხლა 15 წუთში შენ ამიხსენი რა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ გაგიკეთებია ცოტა ისეთი არის ხო აი არა თან ნამდვილად პირდაპირ იყავით, ანუ ხართ საკრებულოს წევრი, რომელიც და ოპოზიციის წარმომადგენელი და თქვენ ახლა თქვენი არაფერი არ გავა. ანუ ხა ამას რო ისმენეს რანერი დემოკრატია, ანუ თან ესე პირდაპირ და ესე დაუფარავად, რაღაცა ის ბჭყალებში, ლეღვის ფოთოლი, ხო? თუ რა ასე ანუ ხო, რაში გჭირდება, ხო? ხო, რომ არ არსებობ რა. ის კი არა რომ გაგატარე, საერთოდ არ არსებობ. არა, რაღაც როგორ არ არსებობ. ოღონდ ლეღვის, ანუ ის არის რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგისმინათ ევროპამ რა გითხრეს, რომ რაო. როგორი რჩევა მიეცით. საბოლოოდ მაგალითად იყო ის რეკომენდაცია არის ესეთი კონგრესი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული ავტორიტეტების კონგრესი ევროსაბჭოს ფარგლებში და მე რო დაინახეს ბევრის წერა მოგვიწია ნამდვილად, მაგრამ დაინახეს აქ რა ხდება და მე რეკომენდაცია გასცეს 2025-ში რომ არ იყო მიზანშეწონილი არჩევნების ჩატარება. მე მაინც ჩატარდა, მაგრამ ჩატარდა ისე რომ ყველა იცოდა რა ჩატარდებოდა რა ფონი იყო და როგორ შეიძლება და ეს დაასრულებულიყო. გრძელვადიან პერსპექტივაში ეხა როგორ არის ეხ ცუდია რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს, მაგრამ იმისათვის რომ გრძელვადიანად ეს ქვეყანა წავიდეს და ფეხზე დადგეს ზუსტად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ეს რაღაც პრინციპულობა რომ დაიცვას შეიცვალა მან საერთაშორისო დონეზე ძალიან ბევრი შეიცვალა მე მახსოვს 2008-ში აქ ვიყავი ომის დროს აქ ვიყავი როგორც ყველა საფხულში და რომ მე ომი რო დამთავრდა და ისე ცოტა დალაგდა მე წავედი ის
შვეიცარიაში და აი სულ აი ეს მახსოვს ეს ძალიან მტკივნეული აი ეს ევროპელები რომ ეუბნებოდნენ ხო მაგრამ ეთქობა რაღაცა ქენით თორე ეს რუსეთი ისე ხო არ გაგიჟდებოდა. არ მოვიდოდა ესეთი ხო ანუ აი ის აი მახსოვს ეს რაღაცა აი ესეთი უძლურობის შეგრძნება იყო განცდა იყო და ეს ბრაზი რა იმიტომ რომ ეხა 2008-ში რა ქნა ეს ამ ქვეყანაში უბრალოდ არჩევანი გააკეთა რომ ევროპული დემოკრატიული ქვეყანა გამხდარიყო და პრეცედენტი შეიქმნა რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს არის შესაძლებელი. ანუ ეს კიდე იგივე რაც ეხლა საუბრობდით ხო? ანუ ეს არ არის წაღებული ქვეყანა ან გენეტიკურად სხვანაირები არიან და არ შეუძლიათ ამ ქართველებს ის დემოკრატია ხო? პრეცედენტი შეიქმნა და ამისთვის და ზუსტად დასჭა მოხდა და ეხლა რა თქმა უნდა მე უკრაინის ამბები უკრაინაში შეჭრა რუსეთის მიერ და აი შეიცვალა ბევრი რაღაცა შეიცვალა და დღეს ბევრად უფრო კარგად ესმით რა ხდება და უფრო მეტად უყურებენ რა თქმა უნდა გვინდა მეტად გვიყურონ და მეტი მხარდაჭერა მაგრამ არის იგებენ უფრო დღეობით მე ისე ვხედავ თუმცა საბოლოო სიტყვა მე მგონი მაინც ჩვენზეა რა თქმა უნდა და ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ხო? ანუ ესე არ არის ისე ბრუნდებით იმ თემაზე ხო რომ თუ გინდა რომ რაღაცა გააკეთო უნდა გააკეთო. აი რომ ილაპარაკო ეხა ესეთი გვინდა ასეთი გვინდა ისეთი გვინდა ასეთი გვინდა რომ და ეს პრინციპულები ჩვენც უნდა ვიყოთ თითოეული ადამიანი. ანუ იქ სანამ დიდ პოლიტიკაზე ლაპარაკს დაიწყებ, შენ თვითონ შენ თავს რო კითხო, შენ პრინციპების შესახებ, ბევრ რამეს გაიგებ. და აქ რა თქმა უნდა, ეხლა ეს პოსტსაბჭოთა, ანუ ის საბჭოთა მემკვიდრეობა მე ვხედავ, რომ ამის შედეგიც მაინც არის რა, რომ ეს ხალხი ანუ სურვილი ყოველთვის არის დიდი, რაღაცის სურვილი არის დიდი. მე განხორციელების უნარი არის რთული, ანუ ნაკლები არის და რაღაც თანმიმდევრულობის დეფიციტიც არის ხოლმე. თუ გინდა რაღაც B პუნქტამდე მიხვიდე, რომ იქიდან გათვალო, პირველი ნაბიჯი რა უნდა იყოს, მეორე ნაბიჯი და აი შენ თუ გინდა დემოკრატია რომ გახდე, რომ აქ არ შეიძლება დაუშვათ რეჟიმთან თანამშრომლობა, ხო? ეხა ისეთ მაშინ, ანუ ძალიან ის პრინციპულობა არის გასასრდელი. დიდი ხანი კი გავიდა, მაგრამ თქვენი სამაგისტრო თემაც ხო ქართულ-რუსული ურთიერთობები. აი, ის მაინტერესებს. თქვენ კიდე სხვა ცოდნა გაქვთ ამის და აი ეგ ადგილზე რო ხედავთ, აი ომი თქვით, ეხა სხვადასხვანაირ წინაღობა და თან ამდენი ომის პირობებში ვცხოვრობთ და ეგ ძალიან დიდი დაღი ჩანს ეგ რომ რუსებმა ძალიან დიდი კვალი დატოვეს. ეხაც ამას აკეთებენ, მაგრამ აი ცოტა უფრო ბოდიში ცოტა უფრო იქიდან რო შევხედოთ ადრე პერიოდიდან, აი თუნდაც აქ რო ჩამოხვედით. მაშინ კიდე უფრო ალბათ მაგმორებში ვიყავით, საიდანაც ცოტა გამოვეხსენით, მე 2008 წელი, მე ცოტა დღევანდელობა, ხელისუფლება, ომი იქით, უკრაინა. აი ეგ დაღი, აი ევროპელისთვის. აი თქვენ როგორც შვეიცარელისთვის ამ თუთას ქართველსაც, მაგრამ უფრო შვეიცარელ ბარბარას მინდა ვკითხო, ეგ ეხა არ ჩანს, აი შევა ვიღაცა ვინც არ ცხოვრობს ვერ დაგვინახოს, მაგრამ თქვენ ამ თემაზეც მუშაობდით, ეხა ჩვენი ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შვილები აქ ყავთ, ოჯახი, აქ მუშაობთ, პოლიტიკაში ხართ, განათლებაში, ყველგან, ხო, აი ყველგან ვცდილობთ. რატომ აირჩიეთ თან ეს თემა, ხო, ეს შემთხვევითი არ იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ ზუსტად ყველა ნაბიჯზე ჩანს ეს თემა.
ყველაფერში არის. აი სუპერმარკეტი დღესდღეობით სუპერმარკეტში შედიხარ, აი სულ რუსული პროდუქცია არის. აი ძლივ-ძლივობით, აი რაღაცა ტელეფონის აპლიკაციებით უყურებ ხოლმე ეს ახლა რუსული არის თუ შეიძლება ბავშვებიც მეკითხებიან. ეს შეიძლება? ან თქვენ პრინციპულ პოზიციაზე ხართ და არც რუსულ პროდუქტს ყიდულობთ? შეძლებს დაგვარად, მაგრამ აი ხანდახან ის არის გაექცევა, ხან არ არის, არციან არის, არც ისა ძალიან დიდი სიფხიზლე უნდა და ძალიან ისეთი, მაგრამ აი პირველი ჩამოსვლიდან აი ეს იყოს ყოველთვის მე და ჩემი მეგობრების საუბრის თემა. და განხილვის და ყოველთვის ეხა როგორც ანუ ეს ტკივილი არის პოლიტიკოლოგიც მაინტერესებდა თავიდან იყო ინტერესი, აი გარედან მოსulis ინტერესი და დღეს არის აი აქ ცხოვრების ძალიან დიდი ტკივილი, იმიტომ რომ ყველაფერში ფერხდება ეს ქვეყანა ამ რუსეთის გამო. ეხა ოკუპირებული ოკუპაცია არის და ოკუპირებული არის 20% ჩვენი ტერიტორიის, მაგრამ ოკუპირებული არის ლამის 100% ჩვენი ტვინების და სულ ანუ აი ამ სულ უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე და ფხიზლად და არანაირად არ შევეგუოთ ამ ფაქტს, იმიტომ რომ თუ ამაზე ოდნავ შევეგუებთ, მე საკარგულია. ხო, მე იმასაც არ გამოვრიცხავ ხშირ შემთხვევაში ჩვენც რაღაცებს ხელს ვუწყობთ ხოლმე და ჩვენც არც უმაგისობაა, მაგრამ მგონია რომ იქიდან უფრო დიდი ძალა გვიპირისპირდება ხოლმე და მე ვერ ვერევით რა მაგას რა. ხო, ამათი ძალა ძალიან დიდი არის, აბსოლუტურად არაპროპორციული, შეუსაბამო. მაგრამ ისტორიაში არსებობს, ხო ეს. ანუ ის ფაქტი, რომ ის ძალა დიდი არის და ჩვენ პატარა ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიბრძოლოთ. ანუ ესეც ხო ერთგვარი პროპაგანდის ნაწილია, რომ აი სულ ეხა ჩემი უფროს თაობას ვინც ყავს ნათესავები, ufეხა რუსეთს ვინ მოერა რუსეთ-უკრაინის ომი რო დაიწყო. იმიტომ ცხოვრობს ბარბარე ჩვენთან და იმიტომ არიან მისი შვილები. ერთი არის ის პროპაგანდა, რომ უფრო ის ურჩხული, უფრო დიდი ჩანს, ვიდრე მე ახლოს რო უყურებ ნაკლები. ეხა ეს ნამდვილად მეც ესე ვხედავ, მაგრამ მეორე რომც იყოს ეხა დიდი, რას ნიშნავს? ეს ხო არ ნიშნავს, რომ დანებდე. უნდა ზუსტად, ანუ უნდა იბრძო, სადამდეც შეგიძლია, უნდა დაიცვა შენი და ბოლო ძალამდე, ხო? ანუ ეს არ შეიძლება და აქ მე მეკითხა, ხო, მაგრამ შენ რატო იბრძვი? შენ ხო შვეიცარელი ხარ? არა, მე არ მოქალაქე ვარ და აი არ შეიძლება უბრალოდ და დემოკრატია იქ აშენებ თუ აქ აშენებ, პრინციპში სამყაროს დემოკრატიზაციაში ვართ, ხო? ეხლა ის გლობალური ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული და აქ ესეც ხათი შორის ამ ევროპელებს მე უგვირთ ხოლმე, რომ ვეუბნები, უკრაინაში რაც ხდება და აქ რაც ხდება, იცოდეთ, ეს თქვენზეც აქვს გავლენა, თქვენს ეხა ნელ-ნელა იქაც ცნობიერება იზრდება. ეხა გერმანელები ძალიან უკვე კივნეულადაც იგებენ, მაგრამ იქაც ის რუსეთის მიერ რაღაცნაირად ხელშეწყობილი ძალები პოლიტიკური რბილი და არც ისე რბილი, ეხა იქ პოლიტიკური პარტიები არის ისეთი პირდაპირ რუსეთზე არიან მიბმული და დაიწყება იქ არევა, იქაც იწყება და ამიტომ იქაც ხარ თუ აქაც ხარ, არ შეიძლება რაღაცაზე შეიძლება და ხელების ჩაქნება. ძალიან დიდი მადლობა. რა ვიცი, ხარ დაგვიტოვებთ საგზლად. ანუ ჩვენთან ჩამოსვლის დამკვიდრების მსურველს, ან სტუმრებს, რა ვიცი. თან ნამდვილი ელჩია საქართველოსი რა. ანუ არ ვიცი, ელჩმა ამაზე მეტი რა უნდა იტვერთოს, რა მისია შეიძლება კონდეს. კი. თუმცა ის ელჩები ბრუნდებიან ხოლმე თავის ქვეყანაში და ბარბარა არ ბრუნდება. უკვე ელჩიც აღარ არის, ხო რა. ზედმეტად არა, ელჩის ფუნქციებს მაინც რაღაც პერიოდი ითავსებდით, ხო? კი, რა ვიცი, მე ამ ქვეყანას უბრალოდ ამ ხალხს ვუსურვებ მართლა სული და გულით ის
რომ მიაღწიოს და რომ იპოვოს ძალა რომ ის განახორციელოს რასაც აქვს მიზნა დასახული რომ იმიტომ რომ ეს მიზანი ალბათ ერთადერთი რამ არის რაც არ შეცვლილა ამ 40 წლის ანუ იმ საუკუნის მაგრამ მინიმუმ 89-ის მერე აღარ შეცვლილა ეს ხო ეს ევროპისკენ განვითარება და უბრალოდ უნდა გავაკეთოთ და გამძლეობა და ძალა ის ძალა უფრო მე მგონი უფრო გამბედაობა და ძალას ვითხოვდით ხო გამძლეობა ეხლა უძლებთ ხო უძლებთ თქვენ უძლებთ და ჩვენ ვუძლებთ უკვე ამდენი ხანი რა რაღაც მომენტში უნდა ვთქვათ რომ ეხლა გავძელით ამდენი ხანი ახლა უნდა გავბედოთ და გავაკეთოთ ეს ან მოქმედების და დრო ვიმოქმედოთ ზუსტად ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ისტორია ალბათ ახლა ვფიქრობდი, ალბათ ზუსტად ის ფაქტორია, რის გამოც მიყვარს რომ ქართველი ვარ. რომ აი ვფიქრობ ხომ რომ ალბათ რაღაც კარგი გვაქვს, თორე რატომ და თქვენ რო გისმენით იმას ეგ თავარია რომ თქვენ ეგ შეგიძლიათ რომ დაინახოთ და თან ის რომ რაღაცა ცოტა ძალიან ცუდებიც არ ვართ თუ რაღაც ეგეც ძალიან ბევრი მე ამაყება სიმდიდრე მივიღე და არის შვეიცარიელები რომლებიც ეს უყურებენ ხო ეხა ჩვენთან უკეთესიო ეხა ჩვენთან ანუ რომ მოგზაურობენ ეგეთი ტიპები ხო არსებობს და აი ბირიქით აქ იმდენი რაღაცა ვისწავლე მივიღე სიმდიდრე ხო ეგ სიკეთე თქვენშია და იმიტომ დაინახეთ ჩვენთანაც რაღაცა აი რა მიმართულებით მაგარია ძალიან დიდი მადლობა უდიდესი მადლობა აუცილებლად უნდა გამოგვიწეროთ მადლობა უკვე ჩვენ გამომწევრებს და გულშემატკივრებს და დაგველოდოთ 4 შაბათს დავბრუნდებით ნახვამდის ნახვამდის